გაბაშვილი უმრავლესობიდან იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ჩავშთოთ გიორგი თორთლაძე უმცირესობიდან, რომელიც დღეს ასევე გახდა აქტივისტების, ასე ვთქვათ, სამიზნე. მოგემსალმებით ბატონო გიორგი. გამარჯობათ. საღამომშვიდობისა. ჩვენ ნახეთ ბატონო გიორგი კადრები, სადაც აქციის მონაწილეები თქვენ სიტყვიერ და იყო მცდელობა ფიზიკური შეურაცხყოფისაც გაყენებდნენ. რამდენად ელოდებოდით, რომ თქვა ასეთი რეაქცია იქნებოდა ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან თქვენი მისამართით, როდესაც თქვენს ოპოზიციას წარმოადგენთ საპარლამენტოს? მე ოპოზიციას წარმოადგენ, მაგრამ არ ვიზიარებ მათ ასე ვთქვათ მოთხოვნებს და მათ ხედვებს და აი ესეთი საქციელი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ხა რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამიტომ ელოდებოდით თქვა ესეთი რეაქცია. არა, არ ვიცი ხა, რა ვიცი, ველოდებოდი კიდევაც და არ ველოდებოდი კიდევაც. მაგრამ აქ თავარი ეგარ არის. თავარი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჭრდილში დგანან, მე მინდა მიმართო აი მაგ ბავშვების, აი ეს ახალგაზრდები ვინც ყავთ ისე ანგაჟირებული და არ ვიცი ფულით გაყავთ მოსყიდული თუ იდეოლოგიურად ყავთ ისე გაგიჟებული, რომ აი ესე მიდიან და თავს ესხმიან ადამიანს, რომელიც მოდის ფეხი და 60 კაცი. რაც შეეხება ფიზიკურ ანგარიშობას, არ ყოფილა იქ ფიზიკურ ანგარიშობა, დანაც კი უნდათ, მაგრამ ცდელობა მე ვთქვა. ცდელობა იყო, მაგრამ არ გამოვიდა და ცდელობას იქვე აღკვეთავ ნებისმიერ ცდელობას, მე პირდები სულ ყველას მათგანს იქვე აღკვეთავ და ძალიან მძიმე შედეგები. ანუ ემუქრებით ბატონო. არა, არ ვიმუქრები, მე ვამოფრებ, მე დავიცავ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და დავიცავ ჩემ თავს, არავის არ ვემუქრები და აი ესეთ გამოხტომებს იქ ახლა სადაც მე ვხედავდი ახლა სხვაგან რა ხდებოდა იქ თქვენ კადრებში, იქ არ ვიცი ჯოხები იყო, ფიგურირებდა ქვები, ლოდებს ისროდნენ და რა ვიცი. არაფერი ეს იყო უბრალოდ ტურების ცდელობა რომ შევეშინებინე, ყოველ შემთხვევაში ჩემ მიმართ ასე იყო, იმიტომ მე ყველაზე ბოლო გამოვედი პარლამენტიდან, მე ჩემ ოთახში ვიყავი. რა პრეტენზიებს გიყენებდნენ ბატონო გიორგი კონკრეტულად? ნუ რა პრეტენზიები ახლა ჩანდა რომ რაღაცას გეუბნებოდნენ იქ თქვა მხარდამჭერები ოპოზიციის. არაფერს, ნუ ახლა ზოგმა იქ უკანა რიგებში ვინც იყო ყველაზე გაბედულები ისინი იყვნენ, შოთა მოშორებით ვინც იყვნენ, იქ გინებასაც გაიგებდი რაღაცა გამყიდვე რაღაც რა ვიცი, რაღაც სიტყვებს თუ კარგს არაფერს, არც კითხვას სვავდნენ და არც პასუხს ელოდებოდნენ რა. ეს იყო. მაგრამ მე მინდა მივმართო მათ კი არა. მათ არ მინდა მივმართო, ხო, მათ არ მიმართოს რა აზრია. მე მინდა მივმართო მათ პირდაპირ დავასახელებ მათ ჩეკისტ ხელმძღვანელებს. და უთხრა ასეთი რამ რომ ჯერ ერთი თავი დაანებონ სხვისი შვილების აი ესეთ საქმიანობაში გამოყენებას. თუ მაინდა-მაინც უნდათ ესეთ საქმიანობაში თავი შვილები ჩამოიყვანონ ცხოეთში რო ყავთ გაგზავნილი ზოგისად, ისინი დააყენონ ფრონტის წინახავზე, სადაც შეიძლება ერთჩვენიერ დღეს აღმოჩნდნენ თვითონაც დასახიჩრებულები, ან აღმოჩნდნენ ციხეში, ან სხვა რაღაც დანაშაულში გაეხნენ. ბატონო გიორგი, თქვენ ვის გულისხმობთ მაშინ? ვის გულისხმობ და ეხლა რა ვიცი, გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს და ნახავთ ვისი შვილი სასწავლობს. მე ვიცი ზუსტად ვინ არის, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის. მე მინდა სხვა რამე გითხრათ რა. და თუ კაცობა აქვს ოდნავ მაინც შერჩენილი კიდე მაგ ლიდერებს, რომლებიც ეხლა იქ ძალიან დიდ გულზე იყვნენ მანამდე, მაგრამ მე თვითონ იქიდან კურდღლებით გაქრენ და ეს ბავშვები, დაგეშილი ბავშვები, ასე ვთქვათ, უნდათ რომ ვინმეზე მიექციათ. მე მინდა მიმართო მათ, რომ თუ რამეს თქმა უნდა ჩემთან, თუ რამეს საუბარი უნდა, თუნდაც აი ესეთი წყალი, ჩემთვის წყალი, ჩემ მიმართ წყალი და ასე ვთქვათ ეს კვერცხები არ გამოუყენებიათ, მაგრამ თუ ასეთი მსგავსი რამის გაკეთება უნდათ, განსაკუთრებით აი მათ მიმართავ პატარა ბავშვებს რო ასულელებენ და აგიჟებენ. აი 15 წლის ბავშვიდან დაწყებულია 25-მდე. ვინ ასულელებს და არიან ეგეთები, ვინც კონკრეტულად ხელმძღვანელობს კონკრეტულ ორგანიზაციებს. ეხლა თქვენს კარგად იცით და მე ხა გვარებს მაგ გვარე დიდი პატივია, ძალიან დიდი პატივია. აი წვერებიან ჩეკისტების დასახელება, მაგრამ მაგოთი გვარების ხსენება. მე არ ვახსენებ გვარებს. მე ვამბობ პირდაპირ, რომ ეს ხალხი მანიპულირებს ამ ახალგაზრდებით. ეს ახალგაზრდები ერთშენიერ დღეს ძალიან ცუდ ადგილებში აღმოჩნდებიან და ესე იწყებენ ცხოვრებას. ან წავიდნენ და მინდა მიმართო მათ მშობლებს რა. თორე ხო დაინახეს ახლა თავის შვილები კადრებში. მოგიდონ ხელი ან სკოლაში წაიყვანონ, ან უნივერსიტეტში წაიყვანონ, ან ამუშაონ, ან სადღაც სხვა საქმე სპორტით დაკავდნენ, ან რაღაც სხვა საქმით დაკავდნენ, იმიტომ რომ ეს მათთვის არაფერს არ მოიტანს. მე უბრალოდ ვიცი რატომაც ხდება ეს. მე ბოლო პერიოდში ჩემი ბევრი გამოსვლა და ჩემი ბევრი ასე ვთქვათ მინიშნებები კონკრეტულ საკითხებზე, ამ მინიშნებებით ძალიან გავაღიზიანე FSB და GRU და როგორც ჩანს იქიდან იღებენ ამ დავალებებს. აი თუნდაც ლუსტრაციის კანონით. თუ კაცრავად, უბრალოდ ჩაგეკითხებით. თავდაპირველადაც თქვით, რომ თქვენ შორის არის განსხვავებები და სწორედ ამის გამო ვთქვათ არ იყო გასაკვირი ესეთი რეაქცია დღეს თქვენს წინააღმდეგ. რა ფუნდამენტურ განსხვავებებს? რა არის, როგორ არის ხო? ქალბატონინო, როგორ არის ხო გასაკვირი? ხო, რა ხარ? არა, როგორ იძახით მაგას თქვენ, ესე იგი ჟურნალისტი. თქვენი განმარტება მაინტერესებს. გასაკვირი ასეთი რეაქცია, ესე იგი მე თუ განსხვავებული აზრი აქვს ჩემ გარშემო ვინმე სხვას განსხვავებული ხავერ გაიგეთ. ხო და განსხვავებული აზრი. გითხეთ რა ფუნდამენტური განსხვავებაა თქვენსა და ძალიან სერიოზული ფუნდამენტური განსხვავებაა. როდესაც თავად საუბრობთ ამაზე რომ უფრო ძალიან სერიოზული ფუნდამენტური. ხედავთ უყურებელებს და ისინი. გეტყვით.
პირველ რიგში რუსეთ-საქართველოს ომის მიმართებაში ძალიან სერიოზული განსხვავებაა. მე და ესეც გამიშთა კიდევაც, როგორც კი ჩვენი ქიან წამოვედით, ასე ვთქვა და ამოიღეს ლუსტრაციის კანონიდან, საგურამოს მანიფესტიდან, ამოიღეს და აქ ახალ ქარტიაში არ წერია ლუსტრაციის კანონი. არ წერია ასევე, რომ მაშინ თხოვლობდით, ჩვენ რომ გასულიყვნენ რუსეთის ეგრეთ წოდებული მშვიდობის ყოფილები და ეს ეხლა საერთოდ ამოიღეს. ეხლა ოკუპანტების სტატუსი აქვს უკვე და საერთოდ არ ახსენებენ რუსეთს. და არ ამბობენ არც ერთ სიტყვას და მე მუდმივად ლანძღავ, იმიტომ რომ არიან ოკუპანტები, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, დახოცილი ყავთ ქართველი ბიჭები,